ფერაძის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობა პოლიციამ გახსნილად გამოაცხადა. საკუთარი 5 წლის შვილისა და ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 26 წლის ქალი. მან დანაშაული უკვე აღიარა. პარალელურად უკვე დასრულდა ცხედრების ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნულ ბიუროში. გამოძიების ინფორმაციით მკვლელობა სახლში მოხდა, რის შემდეგაც დედამ გვამების გადამალვა სცადა. საქმე დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. 26 წლის ქალი სამართალდამცავებმა არასრულწლოვანი შვილისა და მეუღლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბლაგვის აგნით ჯერ ქმარი მოკლა, შემდეგ კი 5 წლის შვილი გაგუდა. გამოძიების ინფორმაციით მკვლელობის შემდეგ ახალგაზრდა ქალმა კვალის დაფარვის მიზნით ცხედრები საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაკავებულმა აღიარა, რომ მოკლა მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი. კვალის დაფარვის მიზნით კი ცხედრები კორპუსის წინ გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. 4-ის ნახევარი ყურო გავიდა საქმეს ყურილი წიგრი რაწყდა და გამოვედით გარეთ და ბავშვი ცალკე ეკდო და ის რა ქვია ქმარი ცალკე. საზარელი მკვლელობის შესახებ ფერაძის ქუჩის მცხოვრებლებმა გამთენიისას გაიგეს. ადგილობრივებმა მამაშვილის ცხედარი სახლის სადარბაზოსთან ნახეს. მამაკაც დაზიანება თავის არეში სავარაუდოდ ჩაქუჩით ჰქონდა მიყენებული. 5 წლის ბიჭის ცხედარი კი მეზობლების ცნობით დედის კუთვნილ ავტომობილში იპოვეს. რა გახდა ცოლ-ქმარ შორის დაპირისპირების მიზეზი მეზობლებისთვის უცნობია. ადამიანი ქუჩაში ეკდო რა უნახე თავიდან სისხლი გასდიოდა. ბავშვი და ის ბავშვს ჰქონდა დაზიანება. ბავშვი არაფერი ბავშვს არავითარი. სასწრაფოში დავერეგეთ მას. რომოვიდნენ მიცვალებული არისო და გამოიძახებინა. თავდასხმა იყო თუ ვიცი? არაფერი თორე ხო გავიგებდით ხმაური მე არანაირი არ გამიგია. ნახეთ რა ეს ბიჭი აქ იყო სისხლიანი და ბავშვი კიდე მანქანაში. 5 წლის ბავშვი. ის მანქანაშია. თავიანთ მანქანაში. ახლა მეუღლე ყავთ დაკავებული რა. იქ დაკითხვაზე. მაგას ტერი არ ყავდა, არავინ არ ყავდა, თორე რაღაცას ხო გავიგებდი. ყვირილის ხმა შემომესმა და გარეთ რო გავედი, მე გარეთ ეყარა ის დახუცილი. მეტი არაფერი არ გამიგია მე. მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირს გარდაცვლილი ბავშვის დეიდას. ის აცხადებს, რომ დადა დიშვილი ბოლოს გუშინ საღამოს ნახა და საეჭვო არაფერი შეუმჩნევია. ჩემი დიშვილი გუშინ ნახე, მაგრამ ბავშვიც ჩემი ყველა ერთად ნახე. ომარი დაურეკას სამსახურიდან. დამხდი მოვდივარ სახლში და ეგ იყო წამოვიდნენ. იმის მერე არავის არაფერი არ უთქვია ჩემთვის. დამტოვეოთ ბავშვთან ვითამაშებ და არადი მამაკას დავხვდეთ რომ ჩემ და წამოვიდნენ. დამიტოვეთ თქვენ მეუთხარი და საღამოს გამოგიყვან მანქანით თქო ბავშვთან თამაშებს თქო და არა თუ ჩხუბი მოვიდა მთელი უბანი აი აქ არის. ხო დაიცავდნენ არა ხო რაღაცა არაფერი ეგეთიო საერთოდ. შვილისა და ქმრის მკვლელობისთვის დაკავებულ ქალს ბრალდება სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ. უახლოეს დღეებში კი სასამართლო მისი აღკვეთი ღონისძიების საკითხზე იმსჯელებს. საქმეზე დაკითხულია გარდაცვლილი ბავშვის ბებიაც. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.